უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. რიგარეშე სესიაზე სიწყვით გამოსვლისას პრემიერმა სამთავრობო პროგრამის მიმართულებებზე ისაუბრა. რაზე გააკეთა აქცენტი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა შეკითხვები ჰქონდათ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, ჯენი კვანტალიანი განაგრძობს თემას. დიახ, რამდენიმე საათის წინ სიტყვით გამოვიდა საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტები იქნება ჯანდაცვა, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ ქვეყნებთან. პრემიერ-მინისტრმა მზაობა გამოთქვა, რომ მინისტრთა ახალ შემადგენლობასთან ერთად 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. ასოცირების შეთანხმების განხორციელება ქვეყნის პოლიტიკურ სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მთელ სპექტრს შეეხება. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი რეფორმები მოემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას, დემოკრატიის გაღრმავებას, მეტგამჭვირვალობას, ეფექტიან მმართველობას, უსაფრთხოების და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებას, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოსა და ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას. უნდა აღნიშნო, რომ შეთანხმება სრულად თანხმდება მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვას. ეს რეფორმები საბოლოოდ უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპული ტიპის დემოკრატიას ჩამოყალიბებას. მე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის მეთაური, რომ ჩვენი მთავრობა გაამართლებს ამ ნდობას. ეს იქნება განახლებული გუნდი, ქმედითი მთავრობა და შეასრულეს პროგრამით გაწერილ ყველა ვალდებულებას. ძვირფას დეპუტატებო, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩემს მეწარმოდგენ მთავრობის პროგრამას და შემადგენლობას. პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა დიალოგი. შეკითხვები უმცირესობის წარმომადგენლებმა დასვეს. ერთ-ერთი ასეთი იყო სერგო რატიანის მიერ დასმული შეკითხვა, რომელიც YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეო მასალას ეხებოდა, სადაც აღბეჭდილია ზურაბ ჟვანიას ფოტომასალა მკვლელობის. ამის შემდეგ უკვე რატიანმა პრემიერს შეახსენა ის დაპირება, რომელიც აღნიშნულ ვიდეო რგოლს უკავშირდებოდა და თქვა, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა არ არსებობს და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ჩაჩუა არის დაკავებული. ამის შემდეგ ასევე საუბარი იყო სტუდენტებისთვის შეჩერებულ სტატუსზე. ასევე საუბარი შეეხო უმრავლესობის მხრიდან იმას, რომ დაფასებოდა თუ არა ჯარისკაცის ინსტიტუტი და წინა ხელისუფლება მიროტაძის განცხადებით პრემიებს სწორედ გვამებში იღებდა. სტატუსის შეჩერებული სტუდენტების რაოდენობა არის 33,000-ზე მეტი, მათ შორის 11,000-ზე მეტი არის გადაუხდელობის გამო. ეს ციფრი 12 წლის 1 ოქტომბრისთვის იყო 11,000, გაიზარდა 3-ჯერ. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 13 წლის ოქტომბერში იყო 28,000 და სადღაც 8,000 იყო გადაუხდელობის გამო. ამ პირობებში შეაგთხოვთ შეაფასოთ მთავრობის დადგენილება, რომელმაც გამოიწვია ფაქტობრივად 2013 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის არ გახარჯვა. როგორ ფიქრობთ, საკუთარ მინისტრთა კაბინეტში თქვენ უფრო მეტი გავლენა გაქვთ თუ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს? ბატონო ირაკლი, გვაძლევთ თუ არა ჩვენ პირობას, ჩვენ და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ საქართველოში აღარასოდეს აღარ იქნებიან ისეთი მინისტრები, რომლებიც ითხოვენ გვამებს და გვამებში არ იგებენ პრემიებს, მინისტრები, რომლებიც სპეცოპერაციებს აწყობენ, სპეცოპერაციებშიც ხოცავენ ხალხს და ასევე იღებენ პრემიებს. მაძლევთ თუ არა მე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმის პირობას, რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება ამ რეალობაში საქართველო. ეს ერთი კითხვა და მეორე. საქართველოს ძირითადი ხერხემალი ქვეყანაში არის ჯარი. მე კითხე საქართველოს თავდაცვის მინისტრს და გეკითხებით თქვენს. იქნება თუ არა უფრო მეტად დაფასებული ჯარისკაცი ჩვენს ქვეყანაში და არსებობს თუ არა უფრო მეტი პროექტები ამ საკითხთან დაკავშირებით. უმცირესობის წარმომადგენლები შეკითხვებისას ძირითად აქცენტს იმ დაპირებებზე აკეთებდნენ, რომელიც ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოსახლეობას დაჰპირდა. ერთ-ერთი ასეთი შეახსენეს ღარიბაშვილს, გოგა ხაჩიძემ
ხაჩიძემ, რომლის აუდიო ჩანაწერიც უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა მოულოდნელად გამორთეს მიკროფონი და მან ვერ შეძლო ამ აუდიო ჩანაწერის აფიშირება, რის გამოც უკვე ხაჩიძემ გადაწყვიტა, რომ უშუალოდ მისულიყო დავით უსუფაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არგუმენტები მოესმინა იმისა, თუ რატომ ვერ გამოიყენა რეგლამენტის გათვალისწინებული დრო. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება არის დემაგოგიური და არაკონსტრუქციული უწოდა და ასევე შეურაცხმყოფელი გოგა ხაჩიძის საქციელს. მე ორი კონკრეტული შეკითხვა მაქვს. ერთი ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ თქვენ გერმანელი სპეციალისტი, ექსპერტი დიტერ უმბახი ჩამოაბრძანეთ საქართველოში, რომ გასწავლოთ როგორ არ აიღოთ პრემიები და ეს საკითხი მოგიგვაქვს. ახლა პირდაპირ სამთავრობო პროგრამაში ვისმენთ, რომ თქვენ უცხოელი პროკურორები მოიწვიეთ იმისთვის, რომ როგორ დაიჭიროთ უკეთესად მაღალი თანამდებობის ყოფილი პირები და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს რა უჯდება ბიუჯეტს, აი ეს მეორე ნაწილი, დიტერ უმბახის ამბები არ მაინტერესებს, აი ეს პროკურორების ჩამოყვანა აქ რაღაცა მუშაობა რა ჯდება, საიდან ფინანსდება, ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა პირდაპირ ასე ვთქვათ, მინდა რომ ამი არ შემეშალოს და პირდაპირ ციტატა მინდა მოგასმენინოთ, ეს ხო ყვარელში მეც შემთხვევით შევესწარი ამ შეხვედრას, ქალბატონი თინაც ბრძანდებოდა, ბატონი სესიაშვილი ბრძანდებოდა. ეს არის ციტატა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან, ჯერ მოусმინოთ. ძალიან ხოთ გათიშოთ მიკროფონი. გაუთიშეთ. მიკროფონი გაუთიშეთ ხაჩიძეს. თქვენ მეგონი ანი მიროტაძე შეკითხვა. ანი მიროტაძე. ანი მიროტაძე, ხოთ ისაუბრეთ. ანი მიროტაძე ისაუბრეთ. დიახ. მადლობა ბატონ თავმჯდომარე. ძალიან ხოთ სიტყლარე. პრემიერ-მინისტრს დეპუტატებმა კიდევ რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს, რომელიც შეეხებოდა ციხეებში გარდაცვლილ პატიმრებს, ასევე საქმე შეეხო რაფალიანცის მკვლელობასაც. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, დაუჭერენ თუ არა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას დეპუტაცია მხარს.